კიდევ ერთი ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე ლიდერობის თემაზე, დიდი ხანია ესე იგი ამისთვის ვემზადები და ამ ვიდეოს დავარქვი სუპერ ლიდერის 10 თვისება და რა ვიცი ეს სუპერ ლიდერი შეიძლება ისე ჟღერდეს და შეიძლება 10-ვე თვისება არავის არ აქვს, მაგრამ მოვაგროვე ბევრი წყაროდან ესე იგი ეს სხვადასხვა თვისება და შევძინოთ ამ ერთ სუპერ ლიდერს, რომელიც გამოგვადგება მე მგონი როგორც რჩევები განსაკუთრებით თუ თქვენ თავს ლიდერობის პოზიციებში ხედავთ, მუდმივი პროცესია, ესე იგი ამისკენ სწრაფოა და ვფიქრობ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ, ხო? ლიდერობა ხაზი მინდა გაუსვა, რომ მენეჯმენტზე მეტია, ჩვენ ტრეინინგებში, ფლომასტერის ტრეინინგებში გვაქვს ესეთი განმარტება, რომ მენეჯმენტი ქვია ყველაფერს, ინსტრუმენტებს, მიდგომებს, რაც ადამიანებს შეასრულებინებს თავის მოვალეობებს. ანუ ხალხს რაც ევალება სამსახურში, ის რომ გააკეთებინო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად, ეს არის მენეჯმენტის ამოცანა. მაგრამ ლიდერობის ამოცანა ჩვენი აზრით არის, რომ ადამიანს გააკეთებინო თავისი მაქსიმუმი. და ამ ორ განმარტებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მე შეიძლება ჩემ მოვალეობას ვასრულებდე ნომინალურად და კარგადაც კი, მაგრამ ჩემ მაქსიმუმთან ახლოსაც არ ვიყო და ჩვენ გონია, რომ ზუსტად ლიდერობა არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ადამიანში, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოიტანოს და ასევე ადამიანს ჩაადებინოს დრო და ენერგია ზრდაში და განვითარებაში, ხო? ყველა ჩვენგანი მე მაქვს ესეთი რწმენა, თუ რამეს წარმოადგენს ცხოვრებაში, თქვენც და მეც და ყველა ჩვენ გარშემო ლიდერების აღზრდილია. ლიდერები მანდამაინც სამსახურებრივი გაგებით არ გაიგოთ თქვენი ლიდერი შეიძლება ყოფილიყო თქვენი ოჯახის წევრი, მშობელი, ბებია, ბაბუა, ნათესავი, ბიძა, ნათლია და ასე შემდეგ, სკოლის მასწავლებლები ში არიან ლიდერები, უნივერსიტეტის იმეებში, თქვენი კოლეგები, სამეგობროში ყავთ ლიდერები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ თუ რამეს წარმოვადგენთ, ფაქტიურად უნდა ვუმადლოდეთ ამ ხალხს და მაშინ თქვენ თუ გეფიქრებათ, რომ ეს რაც თქვენში ჩაიდო, ეს ინვესტიცია უნდა რაღაცნაირად სხვებს გადასცეთ, ზუსტად ლიდერობის გზას ადგახართ და ამიტომ შეიძლება ეს რჩევები გამოგადგეთ თქვენ გზაზე. ხო, დავიწყოთ ახლა ამ ათეულის ჩამოთვლა და ვიდეოს ბოლოში გვექნება კონკრეტული რჩევები, რა შეიძლება გავაკეთოთ დღესვე იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით წავიდეთ, ხო? პირველი სუპერ თვისება ამ ჩვენი სუპერ ლიდერის არის, რომ ისინი წაახალისებენ თანამშრომლებს, რომ თავის მაქსიმუმს მიაღწიონ. ანუ არ ელაპარაკებიან ლიდერები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. ამაზეც ელაპარაკებიან თუ სალაპარაკოა, მაგრამ საკმარისი დონე ეგ არ არის და გაიხსენეთ სკოლის მასწავლებელი, რომელიც გეუბნებოდათ, რომ შენ მეტი შეგიძლია. ეს არის ლიდერის სტანდარტი. ლიდერს არ აკმაყოფილებს ის, რომ შენ სხვაზე კარგად ლაპარაკობ ინგლისურად, ან ადეკვატურად იცი ექსელი. ლიდერს უნდა, რომ შენ მიაღწიო მაქსიმუმს შენი შესაძლებლობის, ხო? ამიტომ ეს არის ჩვენი მოვალეობა როგორც ლიდერების და ეს იწვევს ამაზე თუ არ დავიწყეთ ლაპარაკი, ხალხი ამ სტანდარტს თავისით შეიძლება არ შემოგთავაზოს, თანამშრომელმა შეიძლება იფიქროს და მე ბევრ კომპანიაში, ბევრ ადამიანთან მქონია ურთიერთობა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იცი რა სანდრო, ჩემ მოვალეობებს ხო ვასრულებ და მე ვეუბნები, რომ კი ბატონო, შენ მოვალეობებს ასრულებ და ვერავინ ვერ დაგიწუნებს საქმიანობას, მაგრამ ცხოვრებაში რას აპირებ? აი ესე ნომინალ დაბალი გაზით აპირებ, რომ იმუშაო თუ აპირებ, რომ მაქსიმუმს მიაღწიო. კომპანიისთვის კი არა, დღეს კი ამ კომპანიას გამოადგება შენი მაქსიმალური ძალისხმევა, მაგრამ შენი თავისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი თვითრეალიზაციისთვის, ხო? ეს არის მოკლედ პირველი, რაც მინდა ლიდერებზე, აი იმ სუპერ ლიდერებზე ვთქვა. მეორე არის, რომ ეს ხალხი არ იშურებს დადებით უკავშირს. და ამას ცოტა განმარტება ჭირდება. ჯერ ერთი მარტო დადებით უკავშირს კი არა, უარყოფით უკავშირსაც გასცემენ კონკრეტულს და კონსტრუქციულს, მაგრამ უარყოფით უკავშირს ფაქტიურად ყველა მენეჯერი გასცემს, ვინც მიხვდა, რომ სხვა გზა არ არის და როცა რაღაცას ცუდად აკეთებენ შენი თანამშრომლები, თუ არ უთხარი, არ გამოვა. მაგრამ დადებით უკავშირს ხშირად
რაღაცნაირად ავიწყდებათ მენეჯერებს დადებითი უკავშირი და ლიდერებს არ ავიწყდებათ დადებითი უკავშირი და ლიდერებს ესმით, რომ შენ თუ დადებით უკავშირს აძლევ ადამიანს, ის მოგცემს შენ უფლებას და მიიღებს შენგან უარყოფით უკავშირს. ანუ უარყოფითი უკავშირის მიღება არის ფორმა, ასე ვთქვათ, შენი აღიარების როგორც ლიდერის და ეს ხშირად მიიღწევა იმითი, რომ იმას ხედავ, რასაც ადამიანი კარგად აკეთებს და ამიტომ კარგი ლიდერები არ იშურებენ დადებით უკავშირს და აქ მეორე განმარტება სჭირდება, რომ კარგი გოგო ხარ და კარგი ბიჭი ხარ არ არის დადებითი უკავშირი. დადებითი უკავშირი არის კონკრეტული დეტალებზე ჩასული, ასე ვთქვათ, მითითება, რომ აი ეს ძალიან კარგად გააკეთე და მესამე სლაიდი ძალიან კარგად იყო და ციფრები ძალიან კარგად იყო წარმოჩენილი შენ პრეზენტაციაში სიტყვაზე. ანუ შექება არ არის დადებითი უკავშირი, არის დადებითი უკავშირი, ხო? ეს არის მეორე, რასაც კარგი ლიდერები აკეთებენ. მესამე, ლიდერები თვლიან, რომ გუნდის წევრის განვითარება მათი პირდაპირი მოვალეობაა. ანუ მიუხედავად იმისა, ორგანიზაციის მიზნებს ყოფნის თუ არა შენი კომპეტენცია, შენი ცოდნა, როგორც თანამშრომლის, მაინც მიუხედავად მაგისა ლიდერი თulis, რომ შენ უნდა გაგავითაროს და ეს არის მისი მოვალეობა, ეს მისი კეთილი ნება კი არ არის მოვალეობა, ხო? შენ თუ ხარ ლიდერი, შენი მოვალეობა ადამიანების განვითარება. თორე რანაირ მაქსიმუმზე ვილაპარაკებთ, პირველი რჩევა, ხო გახსოვთ, რომ მაქსიმუმს აღწევენ ლიდერების ხელში ხალხი. თუ არ განვითარდა, ვერანაირ მაქსიმუმს ვერ მიაღწევს. წელს იქნება კარგი თანამშრომელი, მომავალ წელს იქნება საშუალო და იმის შემდეგ წელს იქნება ცუდი, ხო? ამიტომ ლიდერებმა პირდაპირ იციან, რომ არანაირ ლიდერობა არ შედგება თუ არ ავითარებ ადამიანებს და ეს არის შენი პირდაპირი მოვალეობა და თუ ვიღაცა არ განვითარდა, შენი ბრალია როგორც ლიდერის, რომ ისინი არ განვითარდნენ, ხო? მეოთხე, გარკვეული აზრით მეორესაც უკავშირდება, უკავშირზე როცა ვილაპარაკეთ, ლიდერები არ იშურებენ ხარისხიან კომუნიკაციას და თუ არ სცალია ადამიანს თანამშრომელთან სალაპარაკოდ, ეს ლიდერთან არ აქვს საქმე. ლიდერები არ იშურებენ და იციან ხარისხიანი კომუნიკაციის წვლილი და ფასი. და ამიტომ ლიდერებს სცალიათ თავის თანამშრომელთან სალაპარაკოდ. სალაპარაკოდ ნებისმიერ რამეზე, პირად საკითხებზე, დადებით უკავშირზე, უარყოფით უკავშირზე, პროექტებზე, უნარებზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ კომუნიკაციას უთმობენ საკმარის ყურადღებას კარგი ლიდერები, ხო? გაიხსენეთ ის ხალხი, ვინც თქვენ ჩამოგაყალიბათ და მიხვდებით, რომ ზუსტად ამ პრინციპებით ოპერირებდნენ, შეიძლება 10-ში 10 არ იყოს, მაგრამ ბევრ რამეს შეამჩნევთ თქვენი მოწონებული ლიდერების აღწერიდან ამ ჩამონათვალში. მეხუთე არის, რომ კარგი ლიდერები ყურადღებას აქცევენ და ამჩნევენ, როცა მათი ხალხი არ არის კმაყოფილი და არ არის მაქსიმალურად ჩართული და ცვლიან თავის სტილს და ქცევას. ანუ მარტო კი არ გასცემენ უკავშირს, არამედ იღებენ უკავშირს და აქვთ მოქნილობა, რომ როცა შენ ასეთი პერიოდი გაქვს, ასე მოიქცეს და ისეთი პერიოდი გაქვს და ისე მოიქცეს და რამე თუ გწყენს და რამეს თუ გტკენს, დაიხიოს უკან და შეცვალოს თავისი სტილი. ნამდვილი ლიდერი არის მოქნილი და მზად არის, რომ 10 კაცი როცა ყავს 10-ნაირი ქცევა კონდეს, განსხვავებული ქცევა განსხვავებულ ადამიანებთან. ლიდერობა არ არის რაღაცა შაბლონი და თარგი, ლიდერობა არის acts, ქცევები, მოქმედებები, კონკრეტული მოქმედებები და მათ შორის ეს ხალხი მზად არის, რომ შეცვალოს თავისი მოქმედება იმისთვის, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოს, ხო? სანამ გავაგრძელებ საუბარს, მადლობა გადაუხადოთ ამ ვიდეოს სპონსორებს. სანამ თემას დავუბრუნდებით, ერთი სათხოვარი უნდა გაგიზიაროთ. Flowmaster-ის YouTube არხის და ამ ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი პრაქტიკული ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. მენეჯმენტის, პროექტების, ბიზნეს კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, საოფისე უნარების მიმართულებით. მინდა გთხოვო, შეხვიდე ვიდეოს აღწერაში და შეგვივსო ფორმა, სადაც გაგვიზიარებ რა თემებზე გაინტერესებს და გჭირდება ტრეინინგები შენ და შენს ორგანიზაციას. ჩვენი ტრეინინგების ყველა დეტალი ასევე არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დარეგისტრირდი და შემოუერთდი უახლოეს ჯგუფებს.
გავაგრძელოთ სუპერ ლიდერების თვისებების ჩამოთვლა და მეექვსე თვისება არის არ ერიდებიან კარგი ლიდერები, რომ მიაწვნენ ხალხს და ყველაფერი გააკეთონ, რომ ორგანიზაციის შედეგები მოუტანონ, ხო? ხშირად ლიდერობას მენტალურად უკავშირებთ რბილ სტილს მენეჯმენტის და მეგობრულ სტილს და მიწოლა შეიძლება ლიდერს არ მივაწეროთ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ლიდერმა იცის, რომ იმისთვის, რომ მას კონდეს საშუალება, რომ თანამშრომლები გაზარდოს და განავითაროს, ამ თანამშრომლებმა ის შედეგები უნდა დადონ, რაც ორგანიზაციას სჭირდება. უშედეგო ლიდერი არავის არ სჭირდება და ძალიან მოკლევადიანი იქნება მისი ლიდერობა, ხო? ამიტომ ლიდერი, კარგი ლიდერი არერიდება, როცა მისაწოლია მიაწვეს, ასე ვთქვათ, თავის ხალხს, ანუ დააძალოს, გააკეთონ ყველაფერი, რომ ორგანიზაციის შედეგები მოუტანონ და ლიდერობა შედეგიანობის გარეშე არ არსებობს და ზღაპარია, ეგ მაშინ ის გამოდის რაღაცა პროფკავშირის თავმჯდომარე არ არის ის მოდელი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ორგანიზაცია თუ ფულს უხდის ადამიანს, ლიდერს ამ შემთხვევაში, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ფულს რაშიც უხდიან, ის შედეგი დაიდოს და ამიტომ კარგი ლიდერები, როცა საჭიროა, ესე იგი არერიდებიან, რომ მიაწვნენ და ძალა დაატანონ თავის ხალხს, ხო? მეშვიდე თვისება არის, რომ ყველაფერს აკეთებენ ლიდერები, რომ გამოხატონ თანადგომა და თანაგრძნობა თავისი ხალხის მიმართ და რაც მოეთხოვება კარგ ლიდერს ყველაფერს გააკეთებს და ესე იგი ჯვარი გწერია და პანაშვიდზე მისვლა თუ მოეთხოვება, პანაშვიდზე მივა, პირად საქმეში დახმარება თუ მოეთხოვება, პირად საქმეში დაეხმარება, ფსიქოლოგობა თუ მოუწევს, თუ შეუძლია, რა თქმა უნდა, რაც შეუძლია, მაგასაც გააკეთებს და ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერი კი არ გამოზდით, ესე არ გაიგოთ, არამედ ყველაფერს აკეთებენ ძალისხმევას არაკლებენ, რომ თანამშრომლები ხედავდნენ თანაგრძნობას და თანადგომას თავისი ლიდერების და ამის სანაცვლოდ აძლევენ უფლებას ზუსტად, რომ მიაწვეს კიდევაც და უარყოფითი უკავშირიც მისცეს და ასე შემდეგ. ანუ თანაგრძნობიანი ემპათიური ხალხია ძირითადად ეს ჩვენი ლიდერები. მერვე არის, რომ გამძლეები არიან და მოთმინება გააჩნიათ გრძელვადიანი. ხვალვე თუ უნდა ყველა შედეგი და ზეგამდე ვერ მოითმეს, ეს არ არის კარგი ლიდერი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების განვითარებას დრო ჭირდება, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას დრო ჭირდება, გუნდების ფორმირებას დრო ჭირდება, ამიტომ კარგი ლიდერები არიან გამძლეები, უძლებენ ყოველდღიურ დარტყმებს ცხოვრების და აქვთ მოთმინება. დარტყმებზე როცა ვლაპარაკობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ლიდერზე მოვა დარტყმები ზემოდან, მაღალი მენეჯმენტიდან, დამფუძნებლებიდან, დამკვეთებიდან და ეს დარტყმები თუ გაატარე ყოველთვის შენი ხალხის მიმართულებით, ის ხალხი დაზიანდება და ლიდერები თავის გამძლეობას, მენტალურს, ფიზიკურს იყენებენ იმაში და სოციალურს, რომ მიიღონ ეს დარტყმები და არ გატყდნენ და არ დაიწყონ ბრალდება თავისი ხალხის. და მეორე არის, რომ მოთმინება გააჩნიათ, რომ დაელოდონ, რომ ადამიანმა მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ხო, ეხლა უსასრულო მოთმინება ალბათ არ არსებობს, მაგრამ პროგრესს თუ ხედავს ლიდერი, მაშინ მოთმინება არ გაუთავდება. პროგრესს თუ ვერ ხედავთ, მან მოთმინება არაფერ შუაშია, ხო? მეცხრე სუპერ თვისება არის, კარგი ლიდერი გუნდის ყველა წევრს აგრძნობინებს, რომ გამარჯვებები არის მათი. ანუ პრობლემებიც არის გუნდის წევრების და გამარჯვებებიც არის გუნდის წევრების. ლიდერი თუ იბრალებს, ესე იგი მენეჯერი თუ იბრალებს გამარჯვებებს და პრობლემებს ებზე ადელეგირებს და საქმეს, ის არ არის კარგი ლიდერი. ანუ ლიდერს დელეგირება შეუძლია როგორც საქმის, ასევე გამარჯვების და დაფასების და ტაშის დელეგირება შეუძლია და სცენაზე მარტო არ გადის და თავის თანამშრომლები მიყავს და მიაღებინებს, აგრძნობინებს შედეგებს, ასე ვთქვათ, პოზიტიურ შედეგებს მატერიალურადაც და არამატერიალურადაც. და მეათე სუპერ თვისება სუპერ ლიდერის არის, რომ კარგი ლიდერი აჩვენებს მაგალითს თავდადების და რწმენის საუკეთესო მაგალითს. ესე არ გაიგოთ, რომ თავის ხელით აკეთებს საქმეს. ხანდახან ეს ეშლებათ, რომ ლიდერი დგას და ქვებს ათრევს, ქვებს კი არ ათრევს. იმ ქვებს ათრევს, რომელიც მისი სათრევია. ანუ მისი გასაკეთებელი რაც არის, იმაში თავდადების მაგალითს გვაჩვენებს, ხო? და მისი გასაკეთებელი და მიმდევრის გასაკეთებელი ხშირად განსხვავდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ჩარხავთ დეტალებს, ლიდერი ჩარხავს დეტალებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ვყიდით პროდუქტებს, ლიდერიც ყიდის პროდუქტებს.
მაგრამ რაც მისი გასაკეთებელია, იქ გვაჩვენებს თავდადებას და რწმენას და ამით იგვაძლევს მაგალითს და არა პირდაპირ იმ საქმის კეთებით, რასაც მისი მიმდევრები აკეთებენ. ეხლა რა გავაკეთოთ დღეიდან, როგორ შეიძლება ეს ცოდნა გამოვიყენოთ? პირველ რიგში გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო, ჩვენც და YouTube-იც ამითი ხვდებით თქვენ როგორი ვიდეოები მოგწონთ, ხო? პირველი მე რასაც გირჩევდით დღესვე არის გაიხსენეთ და მადლობა გადაუხადეთ თქვენ აღზრდელ ლიდერებს. ძალიან გთხოვთ, ოჯახის წევრია თუ ყოფილი მენეჯერია თუ მასწავლებელია თუ ლექტორია, მოკლედ გაიხსენეთ ეს ხალხი, აღივსეთ მათ მიმართ მადლიერები და იქნებ გამოგივიდეთ და ორი სიტყვით უთხრათ, რომ მადლიერი ხართ. ეს ამ ადამიანებისთვის ნიშნავს ყველაფერს აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე. ეს არის პირველი ჩემი თხოვნა და რჩევა, ხო? მეორე, თქვენც დაფიქრდით ვის ლიდერად და რაში, სად და რაში შეიძლება გამოდგეთ. შეიძლება სამსახურში იყოს ამის ასპარეზი, სამეზობლოში, სანათესაოში, სწავლებაში და ასე შემდეგ, ხო? შეუდექით სუპერ ძალების ყოველდღიურ გავარჯიშებას. ეს არ არის რომ ერთ დღეს ცა გაიხსნება და დაეშვება თქვენზე, ესე იგი ლიდერობის თვისებები. თქვენ უნდა ივარჯიშოთ ყოველდღიურად და დაგეგმეთ და ივარჯიშეთ ყოველდღიურად ზუსტად ამ უნარებში. საკმაოდ კონკრეტული და პრაქტიკულია და მე პირობას გაძლევთ თუ ამ გზას დაადგებით, რომ თქვენ გახდებით დიდი ლიდერები და შეცვლით ადამიანების ცხოვრებას. ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა ამ ვიდეოში და მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.